ნატოს სამიტი გრძელდება ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრი სხვადასხვა ფორმატში საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობს. სამიტის გახსნის დღეს ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ჯო ბაიდენის მიღება იყო, რომელსაც ესწრებოდა ილია დარჩიაშვილი. ვაშინგტონიდან დეტალებით მანჩი გაბელია. ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მთავარი დღე ფორუმების შემდეგ პროცესი ინაცვლებს პოლიტიკური განხილვების ეტაპზე. დილიდან ჩაანიშნული აქვს საქართველოს დელეგაციას შეხვედრები. ილია დარჩიაშვილი პირველ აუდიენციას ვაშინგტონის დროით დილის 10 საათზე გამართავს ბელგიელ კოლეგასთან და ეს იქნება ორმხრივი ფორმატის შეხვედრა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ხდომის ფარგლებში მიმდინარეობს დღეს შეხვედრები, რომელიც გაიმართება როგორც სახელმწიფოების ხელმძღვანელების ასევე პირველი დიპლომატების დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ელოდებიან ილია დარჩიაშვილს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ ფორმატს გახსნის დღეს ენტონი ბლინკენი. ყველა შეხვედრაზე იქნება ეს პირისპირ ფორმატში თუ გაფართოებული მიმდინარეობისას. ილია დარჩიაშვილის მთავარი გზავნილი არის საქართველოს ურყევი არჩევანი ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე გამოწვევები, რომელიც ქვეყანას უდგას უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი დღე ნატოს სამიტის ფარგლებში მედიასთან შეაჯამა მისმა მოადგილემ და საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატოში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმოდგენილია ნატოს ვაშინგტონის სამიტზე. გუშინ გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღეს არის მთავარი დღე, როდესაც ძირითადი ღონისძიებები იქნება. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში. გარდა ამისა, გაიმართა მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საქართველოს და ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება და არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს საქართველოს წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში. ამგვარ მასშტაბურ შეხვედრების გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბუნებრივია, ჩვენ არასდროს არ კარგავთ ხოლმე ამგვარ შესაძლებლობებს. თქვენ იცით, რომ საქართველოს ყოველთვის სამიტებზე დღის წესრიგში დგას მაღალ დონეზე. და რა თქმა უნდა ჩვენ ეს შესაძლებლობაც არ გავუშვით ხელიდან. მინის ჰქონდა იმის საშუალება, რომ შეხვედროდა თავის კოლეგებს, ნატოელ მინისტრებს, ისევე როგორც ნატოს საერთაშორისო სამსახურის უმაღლეს დონის წარმომადგენლებს, როგორც ფორმალურად, ასევე არაფორმალურადაც მინის ეძლევა ხოლმე საშუალება, რომ გაესაუბროს თავის კოლეგებს. დღეს მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მართავს საკმაოდ დიდ მასშტაბურ სადილს, სადაც მოწვეული იქნებიან პრაქტიკულად ყველა რეგიონის პარტნიორობის წევრები და ამავე დროს მას ექნება საშუალება, რომ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით ისაუბროს. საქართველოს დელეგაციამ უკვე მიიღო მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით ჩაანიშნულ მიღებაში, რომელიც ეძღვნებოდა ნატოს 75 მინისტერიალს, ასევე შედგა შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან. დღეს ჩაანიშნულია ოფიციალური ვახშამი ენტონი ბლინკენის სახელით, სადაც მიწვეულია ილია დარჩიაშვილი. ნატოს სამიტის მასპინძლობას კი აგრძელებს მომდევნო 2 დღის განმავლობაში ვაშინგტონი, რომელსაც ესწრება მსოფლიოს მასშტაბით 40 სახელმწიფოს ლიდერი.